მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. თქვენთან ერთად გუშინ საუბრობდით თურქეთის სტრატეგიულ გეგმაზე ისრაელის მიმართულებით, რომელიც მოიცავს რიგ ქვეყანას და იქ მათ შორის აღნიშნე, რომ თურქეთის გეგმებში არის თურქული კავშირის, ანუ თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია, რომელიც უკვე არსებობს, ამის ფარგლებში მათ შორის ძალისხმევის გაერთიანება, თურქული ძალისხმევის, რომელიც იქნება მიმართული სამომავლოდ ისრაელის წინააღმდეგაც და თურქეთის გავლენების გაზრდის თვისაც. აი აქ ჩნდება უკვე ერთი მნიშვნელოვანი თემა და პროცესი, რომელსაც ჩვენ ნაკლებად ვაკვირდებოდით ირანის ომის გამო, სადაც ძირითადი ყურადღება იქეთ იყო გადართული და ამასობაში თურქეთსა და აზერბაიჯანის შორის ურთიერთობებში გაჩნდა გარკვეული ბზარი. ეს ბზარი შესამჩნევია, არ არის ძალიან დიდი, თუმცა აშკარა არის გაგრძელება იმისა, ვინც დიდხანს უყურებს არხს, გახსოვს რომ რამდენიმე თვის წინ ანალიზი მოვამზადე, სადაც ილუსტრაციულადაც ილჰამ ალიევი ორ სკამზე, ესე იგი, ჯდომის მცდელობა ქონდა მას მოკლედ, ერთი თურქულ სკამზე, მეორე ისრაელის სკამზე, ებრაულ სკამზე. ამ ლოგიკის გაგრძელება არის ახლა რაც მიმდინარეობს და მინდა ძალიან მოკლედ გაგაცნოთ. განსაკუთრებით ეს თემა აქტუალური გახდა ნახიჩევანის მიმართულებით 5 მარტს დარტყმების შედეგად. თურქულ მედიაში და სოციალურ ქსელტებში იყო მათ შორის მსჯელობა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანს შეიძლება სურდეს თურქეთის ჩათრევა მათ შორის, ასე ვთქვათ, აი ამ ომში ირანის წინააღმდეგ, იმიტომ რომ თურქეთში ირანისადმი დამოკიდებულება განსხვავებული არის რეალურად და ნამდვილად არ ემთხვევა თულად აზერბაიჯანის დამოკიდებულებას მათ შორის ისრაელთან ურთიერთობების კონტექსტში. მოდით პირველ რიგში ვთქვათ, რომ თურქეთიდან აკრიტიკებენ ამ პერიოდში, ესე იგი, აზერბაიჯანს კონკრეტული მიზეზიდან გამომდინარე, ნახეთ, გუშინ მაგალითად რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ რეგიონში რაც ხდებაო ეხლა, ეს ყველაფერი არის ისრაელის მიერ დაწყებული ომი. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ეს კონკრეტული დარტყმები ეხლა რაც განხორციელდა ისრაელის მიერ მართლა არის დაწყებული, ეს ომი იწყება 2023 წლის 7 ოქტომბერს, როდესაც ჰამასმა მოახდინა განახორციელა საზარელი თავდასხმა ისრაელზე. და აქვე აღსანიშნავია, რომ ჰამასი მეტწილად მხარდაჭერილი არის თურქეთის მიერ. პრინციპში ამას არც მალავენ და ჰამასის ლიდერები თურქეთში ხშირად დადიან, ხვდებიან, რამდენიმე დღის წინაც კი ჰქონდათ შეხვედრა ჰაკან ფიდანთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან თურქეთის. ჰამას საერთოდ თურქეთში გააჩნია ბიზნესი, მსხვილი, მრავალ მილიარდიანი, საიდანაც გააჩნია შემოსავლის წყარო. შესაბამისად, საუბარი ამ კონტექსტში, რომ ისრაელმა დაიწყო ომი, უცნაურია, მაგრამ სრულიად გასაგებია თურქეთის სტრატეგიული გრძელვადიანი ლოგიკის ფარგლებში რა ტიპის განცხადებებსაც აკეთებს თურქეთი და რა მიზნებს ემსახურება ეს მის სტრატეგიულ ამოცანებს. აქ სწორედ არ ჯდება იმ ლოგიკაში, რასაც თურქეთიდან აცხადებენ და ამას რა თქმა უნდა დეტალურად გამვიხილავთ, მაგრამ თექმილეთ იქიდევლეთ ლოგიკა, ანუ ერთი-ერი ორი სახელმწიფო, რომელიც თურქეთში და აზერბაიჯანის სახელმწიფო დონეზე არსებობს, ეჭქვეშ დღება ეხლა გარკვეულწილად, იმიტომ რომ თუ ერთი-ერი არიან და ორ სახელმწიფოში გადანაწილებული, ასე ვთქვათ, მაშინ რანაირად გამოდის, რომ თურქული ნაწილი არის მკვეთრად ისრაელის წინააღმდეგ, ხოლო აზერბაიჯანული ნაწილი არის მკვეთრად ისრაელთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობების მომხრე. მათ შორის ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის ნავთობსადენი ისრაელს ამარაგებს ნავთობით, თურქეთს კი ეკონომიკური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს ისრაელთან. მათ შორის სოკარის წარმომადგენლობის წინ იყო მიტინგი თავის დროზე, რამდენიმე თვის და რამდენიმე წლის წინაც. მაგრამ ახლა კიდევ უფრო საინტერესო განვითარებები მოხდა, რაც მინდა რომ გაგაცნოთ. მანამ უბრალოდ შეგახსენებთ, რომ თქვენ შეიძლება მხარი დაუჭიროთ არხის განვითარებას ამ ვიდეოს მოწონებით, ანუ დალაიქებით
დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, გამოიწერეთ არხი, ასევე დამატებითი ანალიზების მიღების მიზნით შეგიძლიათ გაწევრიანდეთ არხზე, როგორც აქ YouTube-ზე, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ხელმისაწვდომი არ არის ეს ფუნქცია, მათ შორის საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის, შეგიძლიათ Patreon-ზე, ესე იგი, გაწევრიანდეთ ზუსტად იგივე პირობებით და იგივე დამატებითი ანალიტიკური მასალა, ანალიზები გახდება თქვენთვის ხელმისაწვდომი. მადლობა. გადავედით, ესე იგი, კონკრეტულ საკითხებზე და აქ ხედავთ, რომ მაგალითად, ოპოზიციური დეპუტატი თურქეთიდან ომერ ფარუკ გერგერლიოღლუ გამოვიდა ესეთი განცხადებით და დაადანაშაულა აზერბაიჯანის ხელისუფლება ავტორიტარიზმში, საკმაოდ საინტერესო არის და ძალიან ახლო ურთიერთობებში ისრაელთან, ხოლო აი ეს ძალიან ახლო ურთიერთობები რას გულისხმობს, კიდევ ცალკე თემაა, ხო? ანუ ეჭვები აქვთ გარკვეული თურქეთში, რა ხარისხის სიახლოვე აქვს აზერბაიჯანს ისრაელთან. მეორე, ისტორიკოსი აჰმედ შიმშირგილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის პოზიცია ღაზას საკითხის მიმართ არის მონური დამოუკიდებულება ბჭყალებში და ესეც არის ძალიან საინტერესო განცხადება. ღაზა არის ის საკითხი, სადაც თურქეთის და აზერბაიჯანის პოზიციები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან და სრულიად სხვადასხვა ხარისხის და მიდგომის არის და სწორედ ამიტომ ხშირად, აი სოკარის წარმომადგენლობასთან მიტინგიც რომ აღნიშნე, ეს მიტინგი ტარდებოდა იმ ლოგიკით, რომ თქვენ ამარაგებთ ისრაელს, რომელიც ღაზაში ამას აკეთებსო, ანუ ომს და ასე შემდეგ, ხო, იქ რაც პრინციპში ჰუმანიტარული კატასტროფა ომის შედეგად ნამდვილად ღაზაში არის შექმნილი და ეს ვიცით და ეს საერთაშორისო დღის წესრიგში იყო და რჩება. და ამაში თურქეთი ადანაშაულებდა თურქული საზოგადოება უბრალოდ ვინც იმ მიტინგებში იღებდა მონაწილეობას აზერბაიჯანს რომ ამას ირიბად მხარს უჭერთო. საინტერესოა ასევე რომ არსებობს ინფორმაცია ბოლო კვლევებზე თურქეთში, სადაც ამბობენ რომ თურქეთის მოსახლეობის 20% აზერბაიჯანს მტრად მიიჩნევს, იმიტომ რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოკავშირე არის ისრაელის. ანუ სწორედ ისრაელის განზომილებაში 80% კი სტრატეგიულ მოკავშირედ და ძმად მიიჩნევს. ანუ აქ კითხვა იმაში კი არ არის, რომ ის 20% აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიმართ არის ცუდად განწყობილი ან აზერბაიჯანელების მიმართ ან ასე შემდეგ. არა, აქ არის სუფთა გეოპოლიტიკური საკითხი, რომ რადგან ილჰამ ალიევი არის ესე დაახლოებული ისრაელთან, მისადმი არსებობს უნდობლობა. აზერბაიჯანის დეპუტატმა მუსა გულიევმა საინფორმაციო აგენტო აპას აზერბაიჯანულს მისცა ინტერვიუ, სადაც დაადანაშაულა ერდოღანის სიძე ბერატ ალბაირაკი, რომელიც არის ტურკუვაზ მედია კონგლომერატის ხელმძღვანელი მფლობელი, რომ ეს კონგლომერატი სისტემურად აღვივებსო შუღლს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის და აი ეს ნარატივი, ანუ ეს ლოგიკა არის. ამაზე თურქულმა პროსახელისუფლებო გამოცემებმა საბაჰმა მაგალითად და დეილი საბაჰმა ასევე დაადანაშაულებს გულიევი შავ პიარში და ასევე ისრაელის ინტერესების დაცვაში. და ამის შედეგად უკვე წაიშალა ეს ინტერვიუები, როგორც ვიცით, სხვადასხვა წყაროდან. როგორც ჩანს, უკვე ზემდგომი ორგანოები ამაში ჩართული გახდნენ. 7 მარტს ამის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გახდა ხშირად მაქსადინ აშან ასე შეაფასეს, ანუ მისაღები ნორმების გადაცილება მოხდა გარკვეულად წითელი ხაზების, ასე თქვა, ზოგიერთ სოციალურ ქსელებში, მედიაში განცხადებები თურქეთს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე და იქ იყო აღნიშნული, რომ ორ ქვეყანას შორის გააჩნია ესე იგი ისტორიული ურღვევი კავშირები და წარმატებით გადალახეს ყველა სირთულე წარსულში და ასე რომ ყურადღებას უთმობთო არაოფიციალურ ინფორმაციას. მაგრამ მოდით პირდაპირ ვთქვათ, ხო, არაოფიციალური ინფორმაციაც ნაწილი არის ამ საინფორმაციო ველის.
არაოფიციალურ ინფორმაციასაც ხშირად იყენებს ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით ავტორიტარულზე არის საუბარი, რომ მესიჯები გარკვეული გაუგზავნოს და ილჰამ ალიევს გარკვეული მესიჯები ნამდვილად მოუვიდა. იქედან გამომდინარე, რომ თურქეთში ალიევის წინააღმდეგ განცხადებები გაჟღერდა. თურქული გამოცემა Yenica გაზეთი და Haber 7 წერს, ესე იგი, რომ აი ამ ადმინისტრაციის განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ჩვენ ვართო თიქმელეთ იქიდევლეთ ერთი-ერი ორი სახელმწიფო და მოძმე ერები ვართო და ასე შემდეგ, მოძმე ურთიერთობები გაგვაჩნიაო და ვერავინ ვერ დაარღვევს ამასო და ასე შემდეგ. იგივე გააკეთა აზერბაიჯანის ერთ-ერთმა პროსახელისუფლებო მედიამ OXU აზმა და თქვა, რომ აი მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას უნდა დავეყრდნოთო. მერე უკვე მოდერნაზი წერს განცხადება, ესეთი სტატია აქვს, რომ თურქული მედია არ არის ერთგვაროვანი და სხვადასხვა მედია შეიძლება ემოციური ან არაობიექტური განცხადებები ქონდესო, ეს არ არის ოფიციალური პოზიცია, ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულია და ასე შემდეგ. თუმცა ავტორი აცხადებს, რომ ეს ემოციები თურქულ საზოგადოებაში არის გასაგები ომის ფონზე და სადაც თურქეთი ხედავს ძირითად პრობლემად ისრაელს და აზერბაიჯანი არ ხედავს ძირითად პრობლემად ისრაელს. და შეიძლება ღიად ირანსაც არ ხედავს, მაგრამ უფრო ირანს ხედავს ვიდრე ისრაელს. და თურქეთი პირიქით. და აი აქ ჩდება უკვე სხვადასხვა დამოკიდებულება და პოზიციები და რა თქმა უნდა, ეს იწვევს იმას, რომ გარკვეული განხეთქილება იყოს. აზერბაიჯანულ მედიაში არ არის თურქეთის კრიტიკა, პირიქით ცდილობენ ძმობაზე აქცენტების გაკეთებას და უკმაყოფილო არიან, რომ თურქულ მედიაში არის აზერბაიჯანის კრიტიკა. ოლაილარ აზი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ თურქულ მედიაში გაზრდილი არის ესე იგი, ესეთი დაპირისპირება, დისკრედიტაციის მცდელობა აზერბაიჯანის და ეს არის საკმაოდ ნეგატიურიო და იქვე აღნიშნავენ, რომ ძალიან პოზიტიურად უყურებს საზოგადოება აზერბაიჯანული თურქეთსო. აქ საინტერესო არის, რომ ოპოზიციური წყაროები გასაგებია, იქაც შეიძლება ყოფილიყო ხელისუფლების გავლენა, რომ გარკვეული მესიჯი ყოფილიყო ეს ალიევისთვის. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ კონკრეტულად აზერბაიჯანს და ისრაელს ისეთი ურთიერთობები გააჩნიათ, რომ თურქეთი ამით ბუნებრივად არის უკმაყოფილო. რიტორიკა ყველაზე ალბათ შემაშფოთებელი აზერბაიჯანისთვის აღმოჩნდა, რომ არა აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო რიტორიკა მიმართული, არამედ რიტორიკა იყო მიმართული სწორედ ილჰამ ალიევის მიმართულებით და ეს იქ ძალიან აწუხებთ, იმიტომ რომ პიროვნების კულტია, იმიტომ რომ ავტორიტარული რეჟიმია და ალიევების ოჯახი ხელშეუხებელია არის მათ შორის შეფასებების დონეზე და ამიტომ საკმაოდ ნაწყენი არიან, რომ აი ასე ალიევი ასე ნახსენები არის. თუმცა კიდევ ერთხელ ეს გარკვეული შეიძლება მესიჯი იყოს, რომ იქნებ გადახედოთ სიახლოვე ისრაელთან. განსაკუთრებით აქ ჩდება ეჭვი თურქუვას მედია გრუპი, ანუ ერდოღანის სიძეს მედია როცა ავრცელებს ასეთ ინფორმაციას. ხო, აი ეს უკვე ეჭვებს ბადებს, იმიტომ რომ ხო გესმით, შემთხვევითი ნაკლებად არის ეს და სავარაუდოდ ოფიციალური არაოფიციალური ოფიციალური პოლიტიკა არის, პოზიცია არის და გარკვეული მესიჯი, რომ გაითვალისწინოს მოკლედ ილჰამ ალიევმა. პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ ანუ ეს სკანდალი, ეს ვითარება ამოწურულია, მხარეებმა სერიოზული ძალისხმევა დახარჯეს, თურქეთმაც და აზერბაიჯანმაც, რომ ეს სიტუაცია, ასე ვთქვათ, განტვირთონ და შეცვალონ ეს ვითარება, ეს მდგომარეობა, თუმცა პრინციპში უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგიულად ამ მომენტისთვის მაინც ეს განხეთქილება რჩება და ილჰამ ალიევისთვის სერიოზული კითხვაა, როგორ გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკა. საკმაოდ რთულია ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა, განსაკუთრებით თურქეთის და ისრაელის კონტექსტში. მაგალითად, ჯეიდი ვენსი, როდესაც იყო ვიზიტით, ასე იგი, აზერბაიჯანში, სომხეთში და აზერბაიჯანში, აზერბაიჯანში თქვა ასეთი რამე, რომ თქვენი პრეზიდენტიო არის ერთადერთი ტრამპის გარდაო,
ვინც კარგ ურთიერთობებშია თურქეთთანაც და ისრაელთანაც და ეს იმედი გვაქვს, რომ შეინარჩუნებთო ამას. ეს ხომ ღია მესიჯი არის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათმოთ, ну, გასაგებია, რომ თურქეთის ხარჯზე ისრაელი გასაგებია არა. თურქეთი, ანუ ისრაელის ხარჯზე თურქეთთან ურთიერთობების კონტექსტი, ანუ ისრაელთან არ გააფუჭოთ ურთიერთობები. არის პრაქტიკულად ამერიკის მთავარი გზავნილი და მთავარი ასეთი ლოგიკა. და ამ ლოგიკის ფარგლებში პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ამ ეს ლოგიკა გულისხმობს კონკრეტულად იმას, რომ ილჰამ ალიევს მოუწევს გააგრძელოს ეს ბალანსის პოლიტიკა. ბალანსის პოლიტიკით უკმაყოფილო იქნება თურქეთი. თურქეთისთვის აზერბაიჯანი არის კარიბჭე ცენტრალურ აზიაში და თუ ეს კარიბჭე, ესე იგი, აზერბაიჯანის შემთხვევაში არ არის სრულად თურქული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შელფში, ასე ვთქვათ, ნაწილი, მაშინ მოდით აი ვისაც ნანახი არ გაქვთ, გუშინდელი ანალიზი ნახეთ და მიხვდებით, რომ თურქეთს საკმაოდ სერიოზული, გრძელ, ვადიანი გეგმები გააჩნია სტრატეგიული. საუდის არაბეთი, პაკისტანი, არაბული სამყარო, ისლამური სამყარო, თურქული სამყარო და აქ აზერბაიჯანის ასეთი პოლიტიკა გარკვეულ ეჭვებს, ბადებს ნარწმუნებული ვარ ანკარაში. და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ამას ვუკავშირებ მე პირადად ასეთ გამოვლინებებს, ასეთ სტატიებს და ალბათ მხარეებს ექნებათ ახლა გარკვეული მცდელობა და ყველაფერი მოდის იქამდე, რომ ალიევის პოზიცია როგორი იქნება. ალიევი რანაირად შეძლებს ისრაელთან ურთიერთობების, ასე ვთქვათ, განვითარებას, შემდგომ განვითარებას, რა დოზით და შეერთებული შტატების, მათ შორის ისრაელის მთავარი მოკავშირესთან ურთიერთობების გაღრმავებას. ხო, ნახეთ, აზერბაიჯანი უფრო არის დამოკიდებული ისრაელზე, მათ შორის სამხედრო შეიარაღება, მათ შორის ნავთობის მიწოდების წყარო და ასე შემდეგ. თურქეთი კი ამერიკაზე, ნატოს კონტექსტში და ევროპაზე ეკონომიკურ კონტექსტში. ამიტომ მათი გარკვეულწილად ლოგიკა სხვადასხვა არის. გარდა ამისა, ლოგიკა რომ სხვადასხვა ვექტორის არის, უნდა ვთქვათ ესეც, რომ პრინციპში აი ამ სხვადასხვა ვექტორის ფარგლებში უჭირთ კოორდინაცია პოლიტიკის ესეთ სტრატეგიულ საკითხზე. თურქეთისთვის ღაზას, პალესტინის საკითხი, ისრაელის საკითხი არის ყველაზე სენსიტიური ემოციურად. თურქეთი კვებავს ემოციურად საკუთარ მოქალაქეებს ანტი-ისრაელის ნარატივებით და ბუნებრივად, როცა აზერბაიჯანი პრო-ისრაელის ნარატივებით არის, ანუ ისრაელთან კარგი ურთიერთობების მქონე არის მათ შორის. აქ ჩდება სერიოზული კითხვა, რანაირად უნდა ეს თურქეთის შიდა საზოგადოებაში ანტი-ისრაელური განწყობები, რაზეც საუბრობთ, რანაირად უნდა აისახოს კონკრეტულად აი ამ ურთიერთობებზე. ანუ და ბუნებრივად აისახება ესე ნეგატიურად, რაზეც ახლა საუბრობ. ეს ძალიან ბუნებრივი ნაწილი არის, იმიტომ რომ როცა ამზადებ, როცა კვებავ საზოგადოებას გარკვეული ნარატივებით, ანტი-ნეგატიური ნარატივებით, ძალიან ბუნებრივად ეს ნარატივები მერე გადადის მათ შორის იმაზე, სადაც არ გინდოდა შენ ამის გავრცელება და ასეთი გახდება სწორედ აზერბაიჯანი და კერძოდ ილჰამ ალიევი და ეს საკითხი არის დღის წესრიგის სერიოზული საინტერესო. სწორედ ამიტომ ჩვენ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ამ საკითხის შესწავლას, დაკვირვებას და ამ საკითხზე საუბარს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ძვირფასო მაყურებლებო. არ გვაუწყდება მოწონება, კომენტარების დაწერა, გამოწერა, გაწევრიანება არხზე. შეხვდებით შემდეგ გადაცემაში. ნახვამდის.